მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება და აროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება შემდეგ თემას ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრები თქვენთან დაკავშირებით. ან თუ გნებავთ, ასე ვთქვათ, რას ფიქრობს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე. როგორც გნებავთ, მოდუნდით, ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და იმისაც რომ გავიგოთ ეს გაშლა თქვენია თუ არა. მოდი ვნახოთ ამ წუთას რა ხდება თქვენს შორის. არ დაგავიწყდეთ არხის მოწონება, გაზიარება და კომენტარება და ნახოთ ჯერ ვისია ეს გაშლა. რა ხდება თქვენსა და ჩაფიქრებულ ადამიანს შორის. ოჰო, არკანი იმპერატრიცა მოვიდა, არკანი იმპერატრიცა. ჩემო ძვირფასებო, აქ თქვენს შორის შეიძლება ვთქვათ ისიც, რომ ორი საკმაოდ ისეთი კაშკაშა პერსონაჟი ხართ, საკმაოდ კაშკაშა პერსონაჟი და შესაძლოა თქვენ შორის რაღაცა სიტუაციები იყოს აი დორეთ არ მიდიოდეს არც წინ არც უკან. რა ხდება მის კი ბატონო მის სივრცეში არის 4-იანი ხმლები, თქვენ სივრცეში რა ხდება არკანი მეეტლე. საინტერესოა არკანი მეეტლე. ნახოთ კიდევ, ხო, აი ჩამოკიდებული კაცი, შეჩერებული სიტუაციები. კი ბატონო, სხვათა შორის ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს შეიძლება იყოს ურთიერთობა მანძილზე და ვერ ახერხებდეთ შეხვედრას, ან შეიძლება ეს იყოს ურთიერთობა, რომელიც დაიწყო სადღაც, არ ვიცი, ან მოგზაურობაში, ან სადღაც ესე, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, აი რაღაცა მოძრაობის დროს, გადაადგილების დროს, თუმცა ამ ეტაპზე თქვენ შორის არაფერი არ ხდება. მისი მხრიდან არის 4-იანი ხმლები, ის არის მოლოდინის რეჟიმში, თითქოს აი ადამიანი ელოდება, რომ რაღაც მოვლენები შეიცვლება. თვითონ ნაბიჯს ეს ადამიანი არ გადმოდგამს და თქვენი მხრიდან არის არკანი მეეტლე. პრინციპში მე ვიტყოდი, რომ თქვენ უფრო გაქვთ სურვილი თითქოს, რომ გადადგათ გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ არც თქვენ არ აკეთებთ რაიმე კონკრეტულ სტრატეგიას არ მიმართავთ, მოდი ესე ვთქვათ, მაშინ. მოდი კიდევ ერთხელ ვნახოთ რა ხდება თქვენ შორის და მერე თუ იდენტიფიცირების დროს ამოიცანით თქვენი თავი, მაშინ გააგრძელეთ უკვე ამ გაშლის ყურება, თუ არა და დაელოდეთ სხვა გაშლას. ნახოთ აბა კიდევ რა ხდება თქვენ შორის. ახლა არკანი ქურუმი ქალი, რვიანი თასები და არკანი მთვარე. ჩემო ძვირფასებო, თუ ანუ ეს ურთიერთობა უმეტეს შემთხვევაში იქნება ფარული ურთიერთობა და ამ ეტაპზე აი თითქმის გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ არა გაქვთ რაღაცა აქტიური კონტაქტი. კი ბატონო, აქტიური კონტაქტი ერთმანეთთან, თუმცა არის ძალიან დიდი, ეგ მოვიდა არკანი ეშმაკი და მოვიდა არკანი სამყარო. ძალიან დიდი მიზიდულობა გაქვთ, აი დასტის ბოლოს თასების ტუზიც ყავს. ძალიან დიდი მიზიდულობა გაქვთ ერთმანეთთან, თუმცა არის რაღაცა გარემოებები, რის გამოც თქვენ ერთმანეთთან ურთიერთობის დაწყებას არ ჩქარობთ. თითქოს ისიც ელოდება და თქვენ ელოდებით რაღაცას. აი ეს არის თქვენი იდენტიფიკაცია, ვისთვისაც რეზონირდა. შეგვიძლია უკვე ვნახოთ კონკრეტულად ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრები თქვენს. ვნახოთ ახლა ვიმუშაოთ სხვა დასტით, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენს, რას ფიქრობს ჩაფიქრებული პიროვნება. ჩვენეთ რას ფიქრობს ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე. ნახოთ რას ფიქრობს. არკანი მაგი, არკანი თასების მეფე
და არკანი თასების რაინდი. ფიქრის დონეზე ჩემო ძვირფასებო, მე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანს თქვენი მისამართით საკმაოდ დიდი ვნება აქვს, მე ვიტყოდი ამას, ანუ მიზიდულობა, იმპულსი, დასაწყისი არის ძალიან ძლიერი. თქვენ ენერგეტიკულად ერთმანეთს ძალიან იზიდავთ, თუმცა ამ ადამიანს აქვს არაჩვეულებრივი უნარი თან დაგანახოთ ის ცეცხლი, რაც მის თვალებშია და ამავე დროს ეს გარეგნულად შეინარჩუნოს სრული სიმშვიდე, სრული გაწონასწორებულობა და იმდენად თან, რომ რაღაც მომენტში თქვენ შეიძლება ჩათვალოთ, რომ მე ხო არ მეჩვენება რაღაც. კიდე რას ფიქრობს? კი ბატონო, არკანი განდეგილი, არკანი შეყვარებულები და არკანი ქურუმი ქალი. იქიდან გამომდინარე, რომ როგორც იდენტიფიცირებისას ვთქვი, ეს ურთიერთობა მეორედ მოვიდა ქურუმი ქალი, დიდი ალბათობით არის ან ფარული კავშირი, ან გარკვეული დაბრკოლებები არსებობს თქვენ შორის და შესაბამისად ერთმანეთის მიმართ ეს მიზიდულობა ჯერ არ გაგიჟღერებიათ, ხომ? ეს ადამიანი, ანუ უფრო რაღაცა შორს არის თქვენგან, განდეგილის პოზიციაშია, თუმცა ნახეთ როგორი შეყვარებულების არკანი გვაქვს, აი აქ, ანუ ძალიან დიდი მიზიდულობა გაქვთ ერთმანეთთან. სხვათა შორის დაბრკოლება, რომელიც შეიძლება თქვენ ორის ერთად ყოფნას ამ ეტაპზე უშლიდეს ხელს, შეიძლება იყოს გარკვეული ტიპის სოციალური სტატუსი ან რაღაცა განსხვავება. შეიძლება რომელიმე თქვენგანს ყავს ოჯახი, ან შეიძლება სხვა ეროვნების არის, ან სხვა სარწმუნოების არის, ან რაღაც აი სოციალური სტატუსი უფრო, რაც იწვევს აი ამ სიშორეს. კიდევ რას ფიქრობს? ხო, აი ხუთიანი კვერთხები მოვიდა 8-იანი თასები და მოვიდა 10-იანი თასები. ანუ ენატრებით, ძალიან ენატრებით და ის ემოცია, რასაც ეს ადამიანი თქვენთან ურთიერთობის დროს იღებს, მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თითქოს იცი როგორი სიტუაციაა? აი რაღაცა თითქოს ერთმანეთის მეორე ნახევრები ხართ და აი ძალიან ფერადდება სივრცე თქვენს გარშემო, როდესაც თქვენ ორნი ხართ ერთად. ესეთი სიტუაციაა აქ. კიდევ რა არის? თასების პაჟი, არკანი სამსჯავრო და არკანი 10-იანი ხმლები. ჩემო ძვირფასებო, ამ ადამიანისთვის თქვენ ხართ, ანუ იცით როგორ, აი საოცნებო, რაღაცნაირად აი შორეული ესეთი ნათება, რომლისკენაც მიილტვიან, რომლისკენაც მიისწრაფვიან, რომელთან მისვლაც და მიახლებაც არის ძალიან დიდი პატივი. თქვენ საკმაოდ კაშკაშა პიროვნება ხართ ამ ადამიანის თვალში, იმდენად კაშკაშა, რომ აი რომ არ შეგამჩნიონ შეუძლებელია. აი ესეთი და სხვა შორის ეს ადამიანი აი ენატრებით, ხო გითხარით, ენატრებით ძალიან მოწყენილი. აქ ძალიან ბევრი ემოციაა, ჩემო ძვირფასებო. ძალიან ბევრი ემოცია, 9-იანი პენტაკლები. და ხმლების რაინდი. იცით რა არის? განცდა მეუფლება თითქოს ისეთი, რომ რაღაცა ამ ადამიანმა და არკანის სულელი, ნახეთ დასტის ბოლოს, არკანის სულელი, რაღაცა მომენტი ამ ადამიანმა თითქოს ხელიდან გაუშვა და ეხლა ცდილობს, რომ აი დაეწიოს წასულ მატარებელს, აი რაღაც ესეთი ემოცია მომდის. თუმცა რო გითხრათ, რომ ხა რაღაცა კონკრეტულად ნაბიჯები განსაზღვრული აქვს, არა. აქ არის ძირითადად ემოციები. კი ბატონო, ანუ ხმლების მეფეც მოვიდა, ემოციები, რომელიც აი იწვევს ამ ადამიანის ღრმა დეპრესიულ, თქო ესე მთლად ვერ ვიტყვი, მაგრამ აი მელანქოლიურ განწყობას. აი თითქოს რომ წამოწვევი და არც გძინავს, არც გვიძავს და აი ნახევრად ძილღვიძილში, რომ ეს რაღაცა გონებაში ტრიალებს ცნობები, ან ფიქრები, ან რაღაც ხატება ამ ადამიანის. აი ეს არის დაუშვათ ამ ადამიანის ფიქრები თქვენ შესახებ. აქ გრძნობა
იცით როგორი გრძნობაა? ეს არის ძალიან ძლიერი მიზიდულობა. თავისთავად ცხადია ამ გრძნობას აქვს შანსი რომ გადაიზარდოს რაღაცა უფრო სერიოზულში, მაგრამ ამ ეტაპზე ამ ყველაფერს მე დავარქმევდი აი პირველი ეტაპია, პირველი ცეცხლი, აი პეპლები რო გიფრინავენ მუცელში და რაღაცა აღელვებული და აჟიტირებული რო ხარ, აი ეს მდგომარეობა არის ჯერ თქვენ, ანუ ეს არის აი სიტუაცია, როდესაც ადამიანები ჯერ ვერ ახერხებენ ერთმანეთის სრულად შეცნობას და გაცნობას და იმხელა ინტერესი გაქვს, რომ აი გასინჯო, დააგემოვნო ის ხილი თუ რაღაც ეს ვნების ხილი, მოდი ესე ვთქვათ. აი ზუსტად ეს არის შესატყვისი ვნების ხილი დააგემოვნო, რომელიც ჯერჯერობით არის მიუწვდომელი. ვნახოთ კიდე რას ფიქრობს ეს ადამიანი. თქვენ აი მოვიდა კიდევაც არკანი იმპერატრიცა. თქვენ ამ ადამიანის თვალში ხართ დედოფალი, რა საინტერესოა. არკანი იმპერატრიცა მოვიდა აქ არკანის სამსჯავრო ისევ და 7-იანი თასები. დედოფალი ხართ ნამდვილად და ძალიან შესამჩნევია თქვენ სივრცეში აი ეს თქვენი რაღაცა ამაღლებული, აი განსხვავებული ხართ, საზოგადოების ხართ, განსხვავებული, გამორჩეული, განსაკუთრებული. მოდი აი ესე ვთქვათ. ეგ ახლა კიდე რას ფიქრობს, აქ მოვიდა არკანის სიკვდილი, არკანის შეყვარებულები, კი ბატონო, და აი 7-იანი ხმლები. იცით რა სიტუაციაა აქ ჩემო მსმენელებო? ამ ადამიანს რო შეეძლოს აი ერთი ხელის მოსმით შეცვლიდა ყველაფერს. აი ნახე დასტის ბოლოს არის ხმლების დედოფალი, ეს თქვენ ხართ. არის არკანი მზე და არის ისევ თასების რაინდი. რატო შეიძლება ამ ადამიანმა ესე მკვეთრად არ გადმოდგას ნაბიჯები? შესაძლოა იყოს ის, რომ ეშინია თქვენი რეაქციის. იცით როგორი იდუმალი ქალი ხართ თქვენ? თითქოს აი ესე ფარულად მართავთ პროცესებს და თან ანთებთ ცეცხლს და თან აკრობთ და აი ესე ნელ-ნელა თამაშით თითქოს ეს ადამიანი ხვდება, რომ თქვენს ბადეში ებმება. ამიტომ პირდაპირ ეს არასდროს რა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არ არის მზად, რომ რაღაცა თავისი გრძნობების შესახებ ან გესაუბროთ, ან გამოამჟღავნოს, ან რაღაც მსგავსი, თუმცა ამის ძალიან დიდი სურვილი აქვს. აი ესეთია ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა. იმედი მაქვს, რომ რეზონირდა თქვენ შემთხვევაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ ამ ტიპის გაშლები. არ დაგავიწყდეთ არხის მოწონება, გამოწერა, გაზიარება და ვიდეოს ქვეშ დაკომენტარება იმასთან დაკავშირებით, თუ რეზონირდა ეს კონკრეტული საჯარო გაშლა. გისურვებთ ბედნიერ დღეს და შევხვდებით უახლოეს მომავალში.